შაქარი არის ყველა ბოროტების საწყისი. შაქარი დღესდღეობით იმალება თითქმის ყველაფერში. მე-20 საუკუნეში კვების მეცნიერებს მასიური დავა ჰქონდათ იმაზე, რომ ცხიმი და რაფინირებული ზეთები ყველაზე ცუდია საკვების პირამიდაში. და ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფრის გადამუშავებული საკვებით და შაქრით ჩანაცვლება. რაც უკვე ცნობილია, რომ იწვევს სისხლში ინსულინის მომატებას. ახლა კი ვიცით, რომ ძალიან ბევრი მენტალური და ფსიქიატრიული დაავადების საფუძველი არის სისხლში შაქრის მაღალი დონე. მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება არის მესამე ტიპის დიაბეტი, ინსულინ რეზისტენტობა ტვინში. გულისხმობ იმას, რომ ტვინი დამოკიდებული ხდება შაქარზე. ის გამოიმუშავებს თავის ინსულინს. ექიმების უმეტესობა გეტყვის, რომ პანკრეასი არის ერთადერთი ადგილი, სადაც გამომუშავდება ინსულინი, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ტვინიც გამოიმუშავებს თავის ინსულინს და როდესაც ტვინს უნდა შაქარი, ის იღებს შაქარს. თუ მას უნდა კალციუმი, ის იღებს ძვლებიდან. თუ მას უნდა ამინომჟავები, იღებს მას კუნთებიდან. და თუ ტვინს უნდა შაქარი, ააქტიურებს რეცეპტორს ენის უკანა ნაწილში, სახელად RF12, რაც ასევე ხელს უწყობს დოფამინის გამომუშავებას, რომ მიიღოს შაქარი. თუ გჭირდება პერსონალური დახმარება და გინდა რომ მოახდინო წონის კორექცია, პირველადი კონსულტაციისთვის დაწერე კომენტარებში სიტყვა გასაუბრება.